ეს ჩვენი საზოგადოება, რომელიც მართლა პოლარიზებული რამის გამო კი არა ვარ. ცხოვრების საზრის, ჩვენთვის ცხოვრების საზრისის ნაწილია ეს ყველაფერი. უმრავლესობისთვის, რასაც ვაკეთებთ. ჩემთვის მაგალითად ასეა, რომ წუხელ აი ჩემ შულზე მუქარის მერეც, ჩემმა მეუღლემ ძალიან პრივატულ ამბავს გეუბნებით, მითხრა, რომ ლელა ეგება მართლა გაიწიო და არ თქვა. და ნუ დავფიქრდი, რომ ვარ ცუდი დედა. იმიტომ რომ ნუ ჩემს გამო შვილს უკვე მეორეთან შეიძლება კვლავ მესამეც საფრთხე უნდა შეექმნას. და ნუ მივხვდი, რომ სხვანაირად არ შემიძლია. ცუდი დედა ვარ. ქალბატონო, მე მესმის, რომ ეს ძალიან რთული თემაა ყველა მშობლისთვის. ბოდიში ვიხდი ამ ემოციებისთვის ტელეეთერში, მაგრამ უნდა გკითხოთ აუცილებლად მუქარასთან დაკავშირებით, რამდენად სერიოზულია, ვისგან მოდის, რითი გემუქრებიან? მე თან არა მაქვს ზუსტად, მაგრამ გეტყვით, მუქარის შინაარსი იყო ანონიმისგან, რასაკვირველია. ეს არის უკვე გეწერათ, აქვს თან უბრალოდ ვისგან მოდის ეს? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს იყო ჩვეულებრივად სოციალურ ქსელით მოსული, ასე ვთქვათ, მუქარა, მაგრამ რატომ მივაქციე მე ამას ყურადღება? იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მე ასეთი საფრთხის წინაშე ვდგები და პირველ შემთხვევების წინაც სანამ ეს მოხდებოდა, ოღონდ არა ანონიმურმა სრულად ისეთი მისგან იყო ჩემს მიმართ, რომ წესით გულშემატკივრის მხრიდან ნათქვამი, რომ ასე და ასე რომ გიზავენ, ოღონდ ცოტა მძაფრი გამონათქვამით იცოდა მე ვერ გიშველი. ხო. და ნუ მე ძალიან გავიკვირვე, რომ რა უნდა მიქნათ მეთქი ახლა. ხო? ნუ რაც კარგით უნივერსიტეტიდან გამომაგდებთ და აღარ ვიქნები უნივერსიტეტის პედაგოგი. მე უხერხული არ მინდა ვთქვა რა ანაზღაურებაზე დავდივარ, მაგრამ ხო ცნობილია სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის არის გარკვეული მორალური, ასე ვთქვათ, კომპენსაცია იმ ყველაფრისა, რა გარემოშიც ახლა ჩვენ ვარ და ნუ სტუდენტებიც გარკვეულწილად აქედან იღებენ როგორც ჩანს თავის წილ სიამოვნებას და ამიტომ ნუ სტუდენტებს დააკლებენ დაუშვათ, რომლებიც მყავს სხვა რა უნდა მოხდეს მეთქი. და იქ იყო ნახსენები, რომ სხვათა შორის შენი შვილი არაპროგნოზირებადია. ნუ არაპროგნოზირებადობაში იგულისხმებოდა ის, რომ ჩემი შვილი ჩემსავით არის გამძაფრებული სამართლიანობით. ოღონდ მე ბევრად უფრო ვახერხებ ხოლმე გასაგები ასაკის გამოცდილების და რაღაცების გამო შეიძლება ამ ჩემს ემოციების სხვა ფორმით გადმოცემა, ჩემი შვილი ახალგაზრდა კაცია, თავისი მძაფრი ემოციები. ხო. და კვლავ მიიღეთ შვილზე მუქარა. კვლავ მივიღე შვილზე მუქარა და ამიტომაც გადავწყვიტე და ეხლა აქედანაც მინდა ვკითხო. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. ეს ამას ქვია შანტაჟი. ჯერჯერობით ჩემი არც მე და არც ჩემი შვილი არასოდეს არსად არ გავქცეულვართ და გაქცევას არ ვაპირებთ. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებთ არსად გაქცევას. ეს ერთი. მეორე, მე ხომ იმას არ ვამბობ, რომ თუ ჩემ შულთან დაკავშირებით რამე პრეტენზია ექნება, ეხლა ეს სამართლიანი იქნება და იმაზე დავიწყებ კიდე ლაპარაკს, რომ სამართლიანად დაიჭირეს თუ უსამართლოდ, გამორიცხულია ეს. ეს იქნება პრინციპი ძალა აღმარცხ ხნავს და გასაგებია, ხო? მე გაცნობიერებული მაქვს ეს რა ტიპის ბრძოლა, რა ტიპის ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რომ მათთვის ქვეყანაში უბრალოდ მართლა აღარ არსებობს დანაშაულის და სასჯელის ცნებები, იმიტომ რომ არსებობს სასჯელი, არ არსებობს დანაშაული. გავიგეს, მაგრამ ხო ყველაფერს თავის ფორმა აქვს, არა? თუ ეს არის დაუშვათ ვიღაც შემთხვევითი ადამიანის მონაწერი, რაც მე ნაკლებად გონია, მაშინ ეს არის მუქარა, ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ აქ წერია, რომ ყველა NGO მონას უსამშობლო მაქურც ამოვთხრით მიწიდან, რომ ჩემს სადღაც გაურკვეველ სახლში, რომელიც არა მაქვს, მომავადგება ვიღაცა ან ალტერნატიულ ლოკაციაზე, არ ვიცი. ეს შეიცავს მუქარას ვიღაცა გაურკვეველი პირისგან და კეთილი ინებონ და დაადგინონ ვინ მემუქრება. თუ
რასაკვირველია მათგან არ არის. თუ მათგან არის, უბრალოდ ძალიან არასწორი ფორმა, იმიტომ რომ დაკავებისთვის არ უნდათ არაფერი, არსად არ გარბის ჩემი შვილი, არც მე დაგვიბარონ ერთიც და მეორეც მივალთ, მზაობა ყველაფრისთვის არსებობს აბსოლუტურად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, კოცონზე ჯორდანო ბრუნო რო კოცონზე დაწვეს, დედამიწამ ბრუნვა არ შეწყვიტა. ქართული ოცნების ხელი ძალაუფლებაში ყოფნას დიდი პერიოდი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რა მოხდა 4 ოქტომბერს და შედეგი, რასაც 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, რომ არა აღმოჩნდა, რაც იყო დავუშვათ ბატონი პაატა იყო განსაკუთრებით ამაზე კონცენტრირებული 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებზე, ხო? ეს არა ქვია. ეს არაფერს არ შეცვლის აბსოლუტურად და რატომ გეტყვით? სხვათა შორის მეც და ძალიან ბევრ ადამიანს ყოველ შემთხვევაში, რომელსაც საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გვაქვს პოლიტიკურ ბრძოლაში ყოფნისა და მათ შორის 9 აპრილს ყოფნისას, 9 აპრილს ხო იყო ტრაგედია, მაგრამ 9 აპრილმა შედეგი დადო და სხვათა შორის ის ადამიანები ციხეში, მურთაზეც, ბატონი პაატაც, ბატონი ლაშაც, ბატონი პაატა მანჯგალაძეც არ მინდა ვინმე ირაკლი ნადირაძე. ხო, და ის 13, მაგრამ მე ორგანიზატორებს გული ხო, მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ უბედურება არ მომხდარიყო. მე აი ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.